გაიღვიძე? გამაღვიძე. როგორ გეძინა? არ მახსოვს მეძინა. მე მეძინა ძალიან კარგად. ხო არა? მოგეწონა ახალი საძინებელი? ის მეორე გაცილებით პატარაა, ხო? ხო, ესაა ძალიან კაი. მათი რომელი საათია? რის ნახევარი? მეაცე სამსახურში უნდა ვიყო. და 1 საათის დავიძინე. მოიცა. საქმე მაქვს. აბა რომელი კაბა მოგწონს, ეს თუ ეს? ორივე კაია. უფრო? არ ვიცი. ერთ-ერთი აირჩიე ნიკა. ნათია, ხო ის რო არჩევა არ მიყვარს, შენ აირჩიე რა. მე რო ვერ ავირჩიე, ამიტომ გეკითხები შენ და რომელი ნიკა? ორივე მომწონს. დაფიქრდი რა ცოტა ხანი, დაფიქრდი და ისე მიპასუხე რა ნიკა. კაი. ხო. დაგეძინა? ფიქრობ. რას ფიქრობ? იმას რომ ძალიან მიყვარ ხარ. ძალიან საყვარელი ხარ. კაბებზე დაფიქრდი? ხო, კაბებზე როგორ დავფიქრდე? გეღვეწები შეადარე რა, კრიტიკული თვალით შეხედე რა. კრიტიკული თვალით? ხო. აი ხა რაღაცეთი აღარ მომწონს. გაგიჟდი, შენ ორივე ძალიან მაგარია. ორივე მაგარია. გემუდარები, აი ეხლა უცებ აღარ დაფიქრდე, პირდაპირ მითხარი ჩარა რომელი. წაიდება მარჯვენა მერცხენა. ესა. ვიცა, ეს ფერი რა უფრო მიხდება? მაშინ ეგ. გაგიჟდი, ეს მარჯიელაა. ნათია, რა მნიშვნელობა აქვს რომ ეს აირჩევ? აირჩიე რა. აუ, ნიკა, როგორ არ აქვს მნიშვნელობა, ნიკა, ეს ორივე კაბა საბერძნეთში ვიყიდე. ორივე ძალიან მომეწონა, ვიფიქრე, ერთ ნათიას ვაჩუქებ და მეორეს ჩემთვის დავიტოვებ, თქო, მაგრამ ორივე ძალიან მომწონს, რა გავაკეთო, მითხარია. ორივე აჩუქე. მე ორივე დაიტოვე. მე ნათიას? ნათიას ხო რამე ვაჩუქო? არ მაქვს ახლა რაღაც ეგეთი, რომ ნათიას ვაჩუქ. მაშინ ერთ-ერთი აჩუქე. ძალიან დიდი მადლობა, ნიკა, ძალიან დამეხმარე რა. ნათი, რა გავაკეთო მითხარი? არაფერი, დედაჩემს შევეკითხები. და რომელზეც მეტყვის, კარგია, მეორეს დავიტოვებ. ახლა გაიღვიძებს და ვკითხავ. უი, შენები აქ დარჩნენ, ხო ღამე? ხო, მამაჩემი ძალიან დათვრა და ოთომ აღარ გავუშვა სახლში. მე ახლა ტუალეტში შევალ. თურმე რიგები იქნება. მამა? ყველამ გაიღვიძეთ? ნათი არ გააღვიძო. ნათიას ღვიძავს უკვე. 20 ნათიას სამზარეულოში ძინავთ. ჩვენ გავისერინეთ სუსტა ჰერზე, ცოტას ვივარჯიშებთ, ხო? წამ. რა გინდა, ბაბუ, ველოსიპედი? მაგ ველოსიპედს ცოცხალცხენი არ ჯობია? რა გინდა, სუში ცოცხლურკინა, ბიჭო? უხუნ შენ და მეტანხმე და ახლავე წაგიყვან იპოდრომზე და კაი ცხენს გიხირავებ. მე ცხენსაში თუ მას რო ისწავლი, ხო? მე ერთ ნახტ ინგლისურ ოთახსაც გიყიდი. ბაბუ ყველაფერს გასწავლე, ბაბუ ყველაფერს. ცხენს ხო ისი შილო თავიდან უნდა მიეფერო, მაგრამ ისიც უნდა აგზნობინო, რომ შენ ხარ მისი ბატონი და პატრონი. აბა ყველაფერი უნდა დაგიჩეროს. ხო? კაი გაცვლილი ცხენი კიდე, კაი მეგობარ ჯობია. ბაბუ ცხენი არასოდეს არ გიხავატებს იცოდე. ამასობაში ცხენბურცას ავაღორძინებ და შენ იქნები თბილისის კენტავრის ცენტრალური თავდასხმელი. არ უყურია თქვი. კაი, წამოდი, კაი, წამოიყვანე ველოსიპედი, კაი, წამოდი. ზესო. ეხა კრებით გადი ხალხი არ გააღვიძო. კარგი ახლა ბორჩი. დროში კი არ გახვიდე? ფერზე ჩაიცვი, ხალხი არ გააღვიძო. ნუ იცი შენ ჭკუის სწავლება.
დაკავებული. ვინ არის ნეტაკაცო, ვინ? მე რა ვიცი. ხო და მოითმინე ცოტა რა, გაეწყობა, გაჩერდი და გათავისუფლდება და მერე გადი. კარის სახელო შენაწოლებდი? არა, აბაზანაში გინდა? კი. ხო და მიდი სანამ გაიღვიძა ყველამ რა. კაი. რასა? ვაიმე, როგორ შემაშინე, ნიკა თითქმის გადაწყვეტილი მქონდა რომელი ამერჩია და ამირი აზრები რა. ერთ-ერთი კაბა აირჩიე და აცუქე ნათიას. ნუ რა თუნდა ამდენი ფიქრი? რაც გავს ეს ვერ გავიგე ბოლოს და ბოლოს. რა ჯანდაბა? რა ადვილი გონიათ კაცებს ცხოვრება? ჩაცმული ვარ უკვე, ჩაცმული. ხო. და არ დამიწყო ახლა შენ. ისე თური. ხო. დაკავებული. ლია რამე უნდა მოიფიქრო. რა მოვიფიქრო რეზო, რა მოვიფიქრო, ეგრე მოგიხდება. რომ დალევ, უნდა იცოდე სუფრიდან როგორ ადგე. სუფრიდან რომ ავდგე, უკეთეს ადგილზე საწავით. სახლში, საკუთარ სახლში. დაიცადე ეხლა და დაელოდე, გათავისუფლდება და წავა. აღარ შეგვიძლია. მოითმინე. დილამშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო. სამწუხაროდ ცნობილი ქართველი მომღერლის თეკლო ნადიგვარიძის ახალი კლიპის პრემიერა ჩვენს ეთერში აღარ შედგება გარკვეული მიზეზების გამო. მაგრამ არ გადართოთ, რადგან სამაგიეროდ ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, ძალიან საინტერესო და ყველასათვის საყვარელ სტუმართან და ჩვენი დღევანდელი თემა 100 მეთოდი როგორ გამოვიდეთ ნაბახუსებზე. ჩვენი სტუმარია ცნობილი ქართველი თამადა ბატონი ქაქუცა ყიზილბაშ ერისთავი. ბატონო ქაქუცა, ხშირად ხალხ ხომ ნაბახუსებზე, ანუ ეგრეთ წოდებულ პახმელიაზე? მე ჩემო ლამაზებო, ყოველ დილით პახმელიაზე ვარ. კაცი ძმაო. ოცო ცოტა ჩაუწიე რა ტელევიზორს. ნათი? შიან არ ადგები შენ? აი რა რო თენდებოდა ძლივ ჩამეძინა მაცადე. ოთარ გვიძავს? თითქმის.
ტელევიზორის ხმა გავიგე და ვიფიქრე გამოვასხო რა. პახმელიაზე არ ხარ? არა რა პახმელია, მე არ მაქვს იცი. აუ მე კიდე სულ. ხაში არ გინდა? არა, სამსახურში მივდივარ. სამსახურში რა ხდება? არ ვიცი, ორი კვირა არ ყოფილი. ხო. საბერძნეთში კაი იყო? აუ კი გასო რა. დედა ხო კარგათაა? არის რა. ახლა ცუდად ხო არა? არა, მაგრამ ენატრება აქაურობა. ბიჭო, მე გავაკეთოთ რამე ბიზნესი. გავჭრათ მაყუთი, გადავფაროთ ეს კრედიტი და ჩამოვიყვანოთ რა. მეც მაგას არ ვფიქრობ. მე ფიქრი რა თუ ნავდგეთ და გავაკეთოთ რა. რა გავაკეთოთ? თონეების ქსელი. კაი რა. ათონეების ქსელი. ნიკოშ, ცხოვრების აზზე არ ახლა. პური ყველგან და ყოველთვის საჭიროა ბიჭო. ხინშიც და ჭირშიც. თათქარიძეზე 3 თონე რომ მოგცა. აუ რა მაყუც დაწერს იცი. რა მაყუთი ნახევარი თათქარიძე პურს არ ჭამს. მეორე ნახევარი ხო ჭამს. და აი ეგენიც რო გადმოვიდნენ დიეტაზე მერე? ნუ ახლა თუ არ გავრისკეთ ეგრე არაფერი არ გამოვა. წარმოვიდგინე კაი რეკლამა. ცხელ ლავაშს როგორ ჭამენ ცნობილი ადამიანები. აუ მაგარ ფულს გავაკეთებ დამიჯერდა. ძვირია რეკლამა. ფულს ვანიკოს ჩავადებიებ ნუ ღელავში. ვის ბიჭო ამას? ხო, წუხელ ამბობდა კრედიტი მაქვს აღებული და 30000-ის ჩადება შემიძლია რამე კაი საქმეში. მოდი რა სხვა რამე მოვფიქროთ რა. ნიკოშ, 5 წელი ამას ფიქრობ. ამაზე უკეთესი ბიზნესი მე ვერ მოვიფიქრე. ვა, დილამშვიდობისაოთო. დილამშვიდობისა ნათი. როგორ გეძინა? ძალიან კარგად, მადლობა. ბარაკაია. ხო, ნიკა წამორა ერთი წუთით საქმე მაქვს. ნათი, საქმეზე ვლაპარაკობთ, მიდი და მოვა. კაი. პალაჟენიას უყენებ ბიჭო? პალაჟენია ეგრე არ ყენდება. ხიმილით. ერთსაც მოვსინჯავ მაინც ყოველ შემთხვევისათვის. უკა კიდე გათავისუფლდა. ახალაია უფრო ადრე გათავისუფლდება ვიდრე ეს საბირთალე შუა სახლში. გიშვენო რა გიყო თხარ. რა გიშველება. შემოდი ბაბუ. ცოტა დავისვენოთ ახლა. მერე ვისაუზმოთ და მერე სკოლაში წაგიყვან, ხო? ვა, მამა, მიდი ხარ თუ უკვე? მიდივართ, კი არა, მოვედით. ცოტა გავისეირნეთ, ვივარჯიშეთ. ისე სხვათა შორის შენთვისაც საჭიროა დილით ვარჯიში. მამა, ეხლა ჩემთვის საჭიროა ხაში, ბლონდი და აუ, შენ სულ დალევაზე და მხოლოდ კეიფზე ფიქრობ რა. აბა, რაზე ვიფიქრო, მა? რას ქვია, რაზე იფიქრო? იფიქრე ცხოვრების მიზანზე, ცხოვრების წესზე, სამშობლოზე, საფიქრალს მეტი რა არის? კეიფი და დალევა, მამა, ჩემი ცხოვრების წესიც, მიზანიც და სამშობლო. ჩემო ლამაზო. ნათი, გაიღვიძე რა. შია ყველას.
რომელი საათია? 8. 11 არ ვიცი. გაიღვიძე რა. აი მე ხო, ეხა შხაპს მივიღებ, გამოვფხიზლებით. გაჭმევთ რამეს. დედა რა პახმელია ზა. მე კარგი რა. ჩქარა თო დააგვიანდება ბავშვ სკოლაში. გაჩერდი რა თორა. სწორედ იმიტომ რომ ეხლა ეს აუცილებელი სადღეგრძელოა. ნათიას გაუმარჯოს. ხოლო ნათიას და არავის ნათიას გარდა. მადლობა. ასე გემრიელად რო გააფიცხა დილიდან ჩემმა უსაყვარლესმა რძალმა. ასე ტკბილად რომ გამოვყავართ პახმელიაზე. შენ გენაცვალე ჩემო ნათია, შენ გაგიმარჯოს. მადლობა. გაუმარჯოს ნათიას მამა. გაიხარე ოთო, დიდი მადლობა. ვა, ნათი, უჩემოდ გაშალეს უფრა, რა საყვარელი ხარ. შენ გაიხარე, ჩემო ნათია, შენ გაიხარე. ასე დროს რომ გამომეცხადე, შენ გაიხარე. იცოცხლე დიდხანს და დიდხანს. ეს ყველაფერი მგონი დღეს უფრო გემრიელია ვიდრე გუშინ იყო. აი მე დიდი მადლობა მამა. მადლობა შენ შვილო, ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ეს გოგო ძალიან მესაშიშება. მამა, მე უნდა წავიდე, სამსახურში მაგვიანდება. ნიკა, ხო, მოიჭიდე, მოიცვი რა. მეც უნდა წავიდე, ბავშვ სკოლა ეცება. მამა, შენც თულად მოიცვი. ვანო ბაბულა. შემომხედე. მოიცადე ესე, გადი. მოიცვი ქარის. აბა, რა სადღეგრძელოზე გავჩერდით? მორჩა სადღეგრძელოები რეზო. ჩვენც უნდა წავიდეთ. კაცო ჩვენ მივიდიოთ, თორე თქვენ დარჩი სად მიდიხართ? რეზო გააგზელო. არა, ვახო, გადაუდებელი საქმე აქვს რეზოს და უნდა წავიდეთ. რა ხდება ბატონო რეზო? ხო, ცოტა ლიასთან საქმე მაქვს, უფრო სწორად ნორასთან. ნორა ვინა? ნორა დედა ჩემია. ნათი, მე 7-ზე მოვალ. გაკოცე, აბა, ჭკვიანად. დედა, აბა, ბედნიერი. აბა შენიცი. ხო, დედიკო. აბა თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე. კი, დედა, კი. აი მესკაბა ძალიან ლამაზია, მაგრამ ის მეორე უფრო კარგი. ვიცი დედა, მადლობა. აბა, კარგად, ბედნიერად. ჩემი გემოვნების ორივე სკოლა, აბა, კოცნი, აბა, თავს მიხედეთ. კარგად. მიდი, არაფერი არ დაგშეს, მიდი. დამირეკე. კი, დედა, კარგი. მოიცადე, დედა. ყველანი წავიდნენ? ხო, ავალაგო? ალაგება მარტო ხوار დავლე. კარგი რაო თორ, ამ დილაუთენიას დალევა რა. ნათი დაიმახსოვრე. დალევა და კეიფი აფთიაქებითა 24 საათიანი. ნათი, მოგეხმარები არა, ალაგებაში. ნათი იყავი რა, მე ავალაგებ რა. ხო და ორივე ერთად რო ავალაგებთ, უფრო მალე იქნება. არ უნდა ამას ორი ადამიანი, მე ავალაგებ. მოდი, მოგეხმარები. ეს თებშები აქ არ დაალაგო იქით. აჰა, კარგი. რა საკეთებ? ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ გვაქვს? ჭურჭლის სარეცხის მანქანა სპეციალურად არ დავაყენებინე. რატომ? ამბობენ კარგად ვერ რეცხავსო. ვინ გითხრა, ვინ მოგატყუა? რა ვიცი, ესე ამბობენ. ჩვენ გვაქვს სტახანაუზე და ფანტასტიურად რეცხავს. ალბათ კარგად რეცხავს, მაგრამ ამბობენ რომ ხელით გავლება ჭირდება კიდევო. ვინ მოგატყუა, ნათი? ჭურჭლის სარეცხის მანქანა უნდა ვიყიდოთ აუცილებლად. ვიყიდოთ აუცილებლად. რა ხდება, რა საკეთებ? ჭურჭელს ვრეცხავთ. თქვენ კი რეცხავ ჭურჭელს, მაგრამ მე რა ვქნა მე? შენ სამსახურში წადი. სამსახურში რა ვაკეთებ? რა უნდა აკეთო და ირეპეტიციე. ყველას ძინავს და მარტო ხო არ ვირეპეტიციე? ხაში. ხინკა. მოდი, უშენ გენაცო. ნათის სარეპეტიციოთ მივდივარ. საწავიდნენ, ჰა? ლოდის დასალევად. ყავა გინდა? მინდა კი არა, მჭირდება. ხო და ყველაფერი დავალაგოთ და დავლიოთ.
მოყევი, აბა როგორი იყო საბერძნეთში? რაიმე არაჩვეულებრივი ნათი, ულამაზესი ძველი ქალაქები, პატარა კუნძულები, ეს ოქროსფერი ქვიშა და ეკონომიკური კრიზისის გამო იმხელა ფასდაკლებები ტანსაცმლის მაღაზიებში, რომ თავის სამოთხეში მეგონა. მართლა? ხო. ხალხი? ხალხი სხვათა შორის ძალიან ნორმალური. ერთმორწმუნე ქვეყანაა მაინც. ზღვაზე გადიოდით? ცოტა ხნით. დედამ გვითხრა აქ ცუდი მზია და მაინც დიდხანს ნუ გაჩერდებითო, თან ხო იცი? თაფლობის თვეში მაინც მზე არ ვარგა. ხო, არ ვარგა ხო. მაგრამ საღამოობით სერინობდით პლაჟზე და არაჩვეულებრივი იყო, ისეთი ლამაზი იყო მზის ჩასვლა. აი მე კინაღამ გავგიჟდი, ძალიან მაგარი იყო. ვაიმე, რაღაცა მომინდა ახლა ზღვაზე. შენ არ ხარ ნამყოფი საბერძნეთში? არა. რატომ? მე რო გავთხოვდი საზღვარგარეთ კი არა ბათუმში ვერ ჩადიოდა ხალხი. მე ბავშვი გავაჩინე და ვის დაუტოვებდი პატარას. მე ეს ვალები კრედიტები და ლამის სახლი დავკარგეთ. მე ნათელა წავიდა. ხო, მთელი ოჯახი მე გადმომაწვა. საბერძნეთი კი არა, ნინაკა გელბახენის შოუსთვის აღარ მიყურებია რა. რას ამბობ? ესე იგი თეკლა ნადიკვარიძემ რო პირდაპირ ეთერში იმშობია რა, არ გინახავს? აი მის ფეისები არ შემიძლია რა. ნუ გასაგებია, კარგია რომ ფეისი ხარ, მაგრამ მარტო ფეისი ხო არ არის არა. ფეისის გამო სახე ხო არ უნდა დაკარგო. ნათი იცი რა ვქნათ? გაისად მთელი ოჯახი წავიდეთ საბერძნეთში, ხო ერთად ყველანი. ოცო თუ დავძარი ადგილიდან? იცი რა, აქედანვე შეუთანხმდი და უარს აღარ გეტყვის. აი ძალიან სთხოვე რა, კარგი რა, 15 წელია შენი ცოლი ვარ თქო და ერთი ზაფხული მაინც მაჩუქეთქო. მით უმეტეს საჩუქარი არ უნდა უხსენო, საჩუქარი ქრთამიაო იძახის. 15 წელია ცოლქმარი ვარ და ჯერ ჩემთვის არაფერი უჩუქებია. ვა, ნიკა რო არა ეგეთი? ნიკა დედამის გავს. ვაიმე, ნათელა იცი რამდენ რამეს მიგზავნის საბერძნეთიდან. თქვენი ქორწილისთვის გამომიგზავნა ულამაზესი კაბა, მაგრამ ფოსტამ დააგვიანა ჩამოსვლა და ვერ მოვასწარი ჩაცმა. მეც მაქვს შენთვის ჩამოტანილი საჩუქარი. მართლა. ხო. რა საყვარელი ხარ ნათ? მადლობა, ნათ. აი ხლა ყავას რო დავლევთ, შევალ ოთახში და გამოგიტან. დიდი მადლობა. არ არის სიმადლობა, კარგი რა ნათი. და ოთო ვის გავს? ვახოს, მამამის. ნათი. მართლა ვახოს ვალების გამო წავიდა დედა საბერძნეთში? აბა ნათელა ხო არ აიღებდა ვალებს. მოიცადა, ვახოს კრედიტი რაში დაჭირდა? ვახო ხო გიждდება ცხენებზე, ჭკუა ეკეტება. ხო. აიღო პროცენტიანი ვალი, გააკეთა ცხენბურთის გუნდი და აი ამიტომ არ გადამრიო. ხო, ნათელა კი ეუბნებოდა რომ ამ ორი კაპიკით გავფართოვდეთო, ორი ბიჭი ყავსო, აგერ ქეთუსიას ბინა შემოვიერთოთო, მაშინ ყიდდნენ ეგენი ამ ბინას. აუ, ახო გაგიჟდა რას ამბობ, ყველაზე მაგარი ბიზნესი ცხენბურთიაო. მარტო ტელეტრანსლიაციებით ამოვიღე ფამფულსო, არისტოკრატები თამაშობენო. გავარ და იყიდა ეს რაღაც ცხენები, ბურთები, ჯოხები, რა ვიცი, 1000 სისულელე რა. და გააკეთა ცხენბურთის გუნდი. მერე საზღვარგარეთ ვეღარ წაიყვანა, იმიტომ რომ ფული აღარ დარჩა ვახოს. და საქართველოში კიდე მეორე ცხენბურთის გუნდი არ არსებობდა და ვისთან ითამაშებდნენ? მერე ისო გაკოტრდა ვახო. ხელფასებს ვეღარ უხდი და გაექცნენ ცხენბურთელები. მერე მოგვადგა მევალე და გვასახლებდნენ ამ სახლიდან. ვაიმე, რას მეუბნები ნათ? აუ, თათქარიძეზე ბინის დაკარგვა როგორია? რაღაც საშინელებაა. თან, ქვემო თათქარიძეზე. მერე ამათმა ბედათ ვიღაც ახლობელი ნახეს ჩვენებმა და ბანკიდან გამოიტანეს 10 წლიანი კრედიტი. წავიდა ნათელა საბერძნეთში და იქიდან იხდის. ნათი. ნათ, მე სანამ გავთხოვდებოდი, გავიგე, დედა ჩემს უთხრეს. ვახო და ნათელა გაშორებულები არიანო. ეგ რა იყო, იცი? ხო. მოკლედ, ვატუნას სკოლის ფსიქოლოგმა გვირჩია, რომ ნუ მაინცო თათქარიძე არისო და ბებია წავიდა საბერძნეთში სამუშაოთო, ნუ ტეხავსო რა.
კლასელებმა რო არ დასცინონო, რამ სტრესი არ მიაყენონო, უბანში არ თქვათო. თქვითო, რომ უბრალოდ ვახო და ნათელა ვერ შეეწყნენ ერთმანეთსო და ძალიან ჭკვიანები არიან ეს ფსიქოლოგები რა, მაგარი. ეს ძალიან მაგარი სპეციალისტია. ნათ. ისე ძალიან მაგარი იდეა ქონია დედას. რომელი? აი, კეთუსიას ბინის შესყიდვა და გაფართოვება. ზუსტად ესეთი ბინა უკეთესი რემონტით. და ცუდია რომ აღარ ყიდიან. მაგრამ გონი მალე გაყიდიან. მართლა? ვა! მოგიყვე მაგათი ამბავი? აუ, რა საყვარელი ხარ ნათია, მაგარი. მოკლედ, ეს ჩვენი მევალე გასახლება სახლიდან და ვალები და კრედიტი, ნუ ხო მოგიყევეს. კი, ვიცი. კეთუსიას რომ გაუგია, რომ ჩვენ ვყიდდით ბინას, ჩუმად ვანიკოსთვის გამოუტანინებია სესხი ბანკიდან და ჩაუდეთ თავისი ბინა. არ გადამრიო. ისთვის. გაფართოება უნდათ თვითონაც. კი, მაგრამ რამდენი ცხოვრობენ სახლში? ვანიკო, კეთუსია და თაკა, სამნი. და რა თუნდაც ეს გაფართოვება? თაკა რომ სრულწლოვანი გახდება, დამოუკიდებელ ცხოვრებას მიეჩვიოსო თუ რაღაცა სისულელე რა. რა სისულელე რაღაც. ხო, და მე ჩვენ ხო აღარ გავყიდეთ ეს ბინა და იმეთმა რა უკნეს ამპულს თუ იცი? არ ვიცი რა. ესე იგი, დაიწყეს გრიალი, საზღვარგარეთ დასვენებებით და ცენტრიდან მანქანების გამოყვანები, ახალი ტელეფონები, ლეპტოპები, დაბადების დღეზე ფეირვერკები, ჯერ მარტო სახლის ტელეფონის ნომერში $3000 გადაიხადეს. 2 22 22 23. პულის უნდა ხარჯეს ხო? არ მგონია. გახსოვს გუშინ მთვრალი ვანიკო რო ამბობდა, ერთი 30000 ჩავდებ რაღაც პატარა ბიზნესშიო და კეთუსია რო ჩქმედი და გაჩუმდიო. ხო, აი მაგდენი ექნებათ დარჩენილი. ან ცოტა უფრო მეტი. ხო, იცი რა, ეგენი არც ერთი არ მუშაობს და ყოველთვე ბანკში 2000 იხდიან. ნუ კრედიტია, ხო? ნუ, სადღაც დაახლოებით წელიწად ნახევარში გაუთავდებათ. მაქსიმუმ 2 წელიწადში. ნათი, ესე იგი, ამ დროისთვის ჩვენ ხელში უნდა გვეჭიროს ფული და ეს ბინა უნდა ვიყიდოთ. ხო. მიხვდი ეხლა, რატო არ ვარ საბერძნეთში ნამყოფი და ჭურჭელს ხელით რატო ვრეცხავ? აგროვებ? მე არა, მაგრამ არც ვახარჯინებ რა. ვის? ნათელას. აი, ნათელა აგროვებს? გონი, ზუსტად არ ვიცი. რა საყვარელია დედა? ნათია, მოკლედ ახლა ეს ყველაფერი რაც მოგიყევი, გთხოვ ჩვენში დარჩეს. რა სისულელე, ნათი, რა სისულელე. გეფიცები, აქ ცხენია. აი მე რომელი საათია ხა? აი მე სადილე უნდა გავაკეთო. აი მე რა გინდა ნათი სადილე გუშინ იმდენი რაღაც მოამზადე დღეს შევაცხელოთ. ნათია, ყველაფერზე ეკონომია არ შეიძლება. თათქარიძელი ხარ უკვე. ვახო მითხრა გუშინ რომ ჩაშუშული გააკეთეთო და მე გავაკეთებ. იცი? დაახლოებით. ნათელას რეცეპტი თუ დაიღოს? ხო და შენ მითხარი და მე გავაკეთებ. წავალი ხოლმე საჩუქარს გამოგიტან. მე შენ მე ჩამაწერინე ინგრედიენტები, მე მარკეტში ჩავირვე, ყველაფერს ამოვიტან, შენ მანამდე წამოძიგი ცოტა ხანი დაისვენე. ხო გუშინ მთელი ღამე გაათენი არ ზინები. შენ ძალიან საყვარელი ხარ. მოიცა, ეხლავე გამოგიტან საჩუქარს.
ნათი. ო. ეს შენ ჩემგანი. შანელი ნომერი 5. ხო გიყვარს კლასიკური სუნამოები? საიდან მივხვდი? მე ვიცი რაღაცნაირად მივხვდი. სასწაულია პირდაპირ. ხო, იცი ნათია იმგონია რომ მთელი ცხოვრება გიცნობ. მოდი ახლა ჩაშუშულის რეცეპტს გეტყვი. კარგი. ხბოს ხორცი. პამიდორი. ხახვი არ გინდა გვაქვს. წვანილები? წვანილებს ნათელადეი და არ უკეთებს. არ უკეთებს. ამათ ესეთი უყვართ. გასაგებია. მე ხლა ჩავირბენ მარკეტში, მალე ამოვალ შენ წამოწექი დაიძინე, ხო ნათი, დაისვენე. დროებით. კარგი. ვაი, კეთილია როგორ ხარ? კარგად. მიდივარ, ჩავირბენ და ამოვალ. კარგად დროებით, კეთილი. ნათი, რაღაც უნდა გითხრა. გუშინ ვანიკომ ხო ბევრი დალია თქვენთან. სახში თაკარო არ დახვდა გაჭედა. სად არისო? მე უთხარი რომ დაბადების დღეზეა თქო. თავი მოიკლა, გინდა თუ არა უნდა აბაკითხო. აკითხა მთრალმა, იქაც დაულევია ბავშვებთან ერთად, უმღერია, უცეკვია, თავზე დაუმხია ყველაფერი, გესმის? და შეარცხვინა თაკა. არ გადამრია. ხო. დეპრესიაშია ბავშვი. სკოლაში არ წავიდა. ბავშვები დამცინებენო. ბევრი რო აღარ ვილაპარაკო, მე გადავწყვიტე, რომ ტელეფონი უყიდო. მართლა? ხო. დეპრესიაშია და რა ვქნა? მოკლედ, რა მინდა რომ გთხოვო. ფული კი მაქვს, უბრალოდ ვანიკოს აქვს. მაგრამ რო ავიღო, მიხვდება რომ ვიცი სადაც აქვს. ხო ხვდები არა? არა მე ავიღებ და ვერც მიხვდება ვერაფერს, მაგრამ რომ მკითხავს, ფული საიდან გქონდაო, ხო არ მეტყვი იქიდან ავიღეთ ხო, მიხვდება რომ ვიცი სადაც აქვს, ხო ხვდები არა? ამიტომ ვიტყვი რომ ვითომ შენ მას ეძღე. კარგი? და შენც უთხარი ვანიკოს რომ ბავშვი ძალიან ცუდად იყო თქო. შენ ვერ დაგელოდა და მე ვასეცხე თქო, კარგი? რა პრობლემაა? ჯიგარი ხარ? ხო. რა გჭირს ხო ხარ კარგად? უძილო ვარ. გაწყენინა ვინმე? კი მაწყენინა. ოთა? ნათია. მართლა? აბა მომიყევი. საბერძნეთიდანო. ხო. საჩუქარი ჩამოგიტანეო და ნუ აი და შეხედე რა მომცა. ვაი. ეს მე არ ვაჩუქე გუში? აი რა ქაჯობა ნაჩუქრის ჩუქება, ამიხსენი რა. ხვდები რა დღეში ვარ? არ გეწყინოს, მაგრამ ძალიან გაღმელია ეს გოგო. აი არა და ისეთი რაღაცები მოვიყენე. ისეთი რაღაცები გავანდე. მარტო ძალიან ახლობელს რომ გაანდობ ადამიანი. ეხავს. მე ვიცი როგორ გადავხდი ამას სამაგიეროს. ეჭვიც არ მეპარება. მომიცი მე წავალ ახლა. და ხო იცი, შენი ვალი მაქვს. კაი წავედი. კაი. გარე. ვაიმე, რა არის ეს? აი ამას ნამდვილად არ მოვითმენ. რას არ მოითმენ? მომისმინე უნდა ვილაპარაკოთ, ნათია. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ძალიან ვარ შენზე ნაწყენი. კიდევ შენ ხარ ჩემზე ნაწყენი? არა, ვიცი რომ შენც ნაწყენი ხარ, მაგრამ წყენის ჩუმად დამალვა, ჯობია პირდაპირ ერთმანეთს უთხრათ მწარე სიმართლე. მიდი დაიწყე. ჯობია შენ დაიწყო. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. კარგი. ნაჩუქარის ჩუქება ძალიან ცუდი საქციელია. ძალიან ნაწყენი ვარ შენზე ნათია. მომისმინე ახლა, ნაჩუქარის ჩუქება, მაინც ჩუქებაა რაღაცის და მოპარვაზე გაცილებით ძალიან კარგი საქციელია. რა? რა?
რა და არ ვიცი, საიდან იცოდი რომ კაბა მქონდა შენთვის საჩუქრად ეთყობა ნიკას წამოწდა, ან დედა ჩემს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ოთახში დაუკითხავად შესვლა და ჩემი ნივთის მოპარვა ძალიან ცუდი საქციელია. მე რას ლაპარაკობ? საერთოდ ვერ ვხვდები. მე ხლა გავგიჟდები, ნათია, რატომ მომპარე კაბა? გაგიჟდი, გოგო, რა კაბა მოგპარო? აი ეს კაბა მომპარე, რომელიც გაცვია. ეს ნათელამ გამომიგზავნა თქვენი ქორწილისთვის და პოსტამ დააგვიანა ჩამოსვლა და ვერ მოვასწარი ჩაცმა. აი მე ნათელამ ზუსტად ასეთი კაბა გამოგიგზავნა? დედამ. აი მე აღარც კი ვიცი რა გითხრა, ძალიან მწხვენია. სიმართლე, მწარე სიმართლე მითხარი ნათია. ნათია მომისმინე, საბერძნეთში რო ვიყავი, 2 კაბა ვიყიდე. ერთი შენთვის და მეორე ჩემთვის, მაგრამ ორივე ძალიან მომწონდა, ამიტომ დამენანა შენთვის ჩუქება. ამიტომ გაჩუქე ის სუნამო. მაპატიებ? ჰა? მოვედით კაცების სახლში. გაჭამეთ რამე. მოდი ჯერ ამათ მივხედოთ. კარგი. მოვედი, დამშია. მიდი ნიკა ჭამე, გაშლილია სუფრა. ნიკა. ნათიმშია. შენ კიდე გშია? გზაში მოვშივდა რა. თან კაი ამბავი მაქვს. ნიკუშ. ვანიკოს ველაპარაკე და მე მგონი გამოდის თონეების ქსელი. რა თონეების ქსელზე ლაპარაკო? მე რა გეტყვი მან. ორშაბათს უნდა შევხვდეთ და ბიზნეს გეგმა დავალაგოთ. ნათი მაპატიებ? გაპატიებ თუ შენს მაპატიებ? რას? აი ამას ახლა ნახავ. ნათია. ჩაშუშურ ვინ გააკეთა? მე გავაკეთე, მამა. მერე? მწვანილები რატო არ არის? იმიტომ რომ ნათელას დედას რეცეპტით მწვანილები არ უნდაო. ნათია. ბატონო. მომძანდიაკ. მოდი შულ დღეს შემდეგ ასე მოვილაპარაკოთ. საჭმელები გააკეთე ხოლმე შენ და მე თუ საჭიროა გააცხელოს ნათია. მოვილაპარაკეთ? კარგი ვახობიძია. ძალიან კარგი. დედა ასკაიფში. მერცვა. ნათი დავაპარაკე. როგორ ხართ, ნათელა დეიდა? აბა ჩემო ნათიებო, როგორ ახართ? როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს? კარგად. ძალიან კარგად. ნათია ხომ გეუბნებოდი, ნათია ძალიან კარგი გოგოა თქო? დიახ, მეუბნებოდით. დიახ. ნათია შენც ხომ გეუბნებოდი, ნათია დასავით შეგიყვარდება თქო? დიახ, დიახ. ხომ შეგიყვარდათ უკვე ერთმანეთი? კი, ძალიან. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობ. ხო და ძალიან კარგი შვილებო, სულ ასე ტკბილად და თბილად იყავით ერთმანეთში, დებივით.